გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე გამოშვებაში ნახავთ. დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლება და საქმეში დახმარებას უსმა 5 ადამიანი დააკავა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ნიდერლანდების პარლამენტში მმართველი გუნდი მათ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე მიუთითებს. პრეზიდენტის ვიზიტი სლოვაკეთში გრძელდება. ცოტა ხნის წინ მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ სამუშაო სადგილზე უმასპინძლა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთა შორისო თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივაზე. ყურადღება გამახვილდა ასევე ქვეყნების წინაშე არსებულ საერთო გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე. მეგინ არსავიძეა ვიზიტის დეტალებით პირდაპირ ეთერში. საერთო ღირებულებების მქონე ორმა ქვეყანამ ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განავითაროს, ამაზე მხარეები თანხმდებიან და ასევე შეხვედრებზე ქართულ მხარეს დაუდასტურეს, რომ სლოვაკეთი რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად არაერთი მიმართულებით, მათ შორის ეს ეხება სწორედ ევროკავშირში ინტეგრაციას. დელეგაციის წევრები აცხადებენ, რომ მხარეების შეხვედრებზე თანხმდებიან იმაზე, რომ მიუღებელია შერჩევითი მიდგომა კონკრეტული ქვეყნების მიმართ და ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს ევროკავშირის თავმდეობის პირებმა პატივი უნდა სცენ. ასევე ისაუბრეს მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, რომელთა ფონზე მშვიდობის მნიშვნელობა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა. შეხვედრებზე ვილაპარაკეთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე, როგორც პოლიტიკურ ურთიერთობებზე, ასევე სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ჩვენ გქონდა საუბარი, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან ურთიერთობების პრობლემატიკაზე და ძალიან მოხარულები ვართ, რომ სლოვაკეთი იზიარებს ჩვენს პოზიციას, რომ საქართველოს უსამართლოდ ექცევიან, რომ საქართველოს მიმართ არის ორმაგი სტანდარტები და რომ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით საქართველოს უფრო მაღალ მოთხოვნებს უყენებენ რიგ შემთხვევებში და ეს ყველაფერი გამომდინარეობს პოლიტიკური ინტერესებიდან. გქონდა ასევე საუბარი იმ უარყოფით გავლენაზე, რომელსაც რუსეთ-უკრაინის ომი და ასევე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი ახდენს ზოგადად შავი ზღვის უსაფრთხოების გარემოზე და მათ შორის, რა თქმა უნდა, კონკრეტულად საქართველოზე. ყველა ეს თემა, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, არის მნიშვნელოვანი როგორც ორმხრივი ურთიერთობების განსავითარებლად, ასევე ეს ყველაფერი უნდა დავინახოთ საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობების ჭრილში. სლოვაკური მხარე დაგვირდა, რომ ისინი ისევ იქნებიან ჩვენი ინტერესების დამცველები ევროკავშირში და მათაც იმედი გამოთქვეს, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ამ პრაგმატულ პოლიტიკას გააგრძელებს საქართველოსთან, რაც საბოლოო ჯამში დამთავრდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით. საქართველოს პრეზიდენტი უკვე შეხვდა სლოვაკეთის პრეზიდენტს, ასევე ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს, ვიცე-პრემიერ-მინისტრს. დღეს პრეზიდენტებმა გვირგვინით შეამკეს თავისუფლების კარიბჭის მემორიალი, ასევე საქართველოს პრეზიდენტმა დაათვალიერა დევინის ისტორიული ციხესიმაგრე, ასევე ისტორიული ქალაქის ძველი ისტორიული ქალაქის ნაწილები და ასევე დღეს ის იმყოფებოდა წმინდა მარტინის ტაძარში, ამ ბაზილიკურ ტაძარში დასვენებულია ალექსანდრიის მართლმადიდებელი პატრიარქის წმინდა იოანე მოწყალის წმინდა ნაწილები. სლოვაკეთიდან მეგინ არსავიძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობის და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება. საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა ერთობლივ ბრიფინგზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე და თანამშრომლობაზე ისაუბრეს. სლოვაკეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში. მიხეილ ყაველაშვილის თქმით კი მწვავე გლობალური გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური რისკების ფონზე საერთო ფასეულობებისა და მიდგომების მქონე ქვეყნების ურთიერთთანადგომა და მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საქართველოს პრეზიდენტმა ილაპარაკა ევროკავშირის დამოუკიდებულებაზეც და თქვა, რომ ევროპული ბიუროკრატია ხშირად უშვებს შეცდომებს საქართველოსთან მიმართებით. ბრიფინგამდე პრეზიდენტებს შორის პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა, მანამდე კი იყო საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია ბრატისლავაში პრეზიდენტის სასახლეში. მწვავე გლობალური გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური რისკების ფონზე საერთო ფასეულობებისა და მიდგომების მქონე ქვეყნების ურთიერთთანადგომა და მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. განვიხილეთ დარგობრივი თანამშრომლობის ფართო პოტენციალი, რომელიც ეხება სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს, ინვესტიციის თემებს,
ტურიზმს, თავდასხმას და უსაფრთხოებას, კულტურას, განათლებას, ახალგაზრდულ საკითხებს და სხვა მიმართულებებს. ჩვენი შეხვედრისას ხაზი გაუსვით, რომ კომპლექსურად და სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს როგორც შუადერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი პოტენციალი. შუადერეფნის თემა საქართველოს გარეშე რა თქმა უნდა წარმოუდგენელია. ჩვენ მქონდა შესაძლებლობა რომ აგვეხსნა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ თუ როგორი ზეწოლა ხორციელდებოდა საქართველოზე, რომ ის ჩართულიყო ამ პროცესებში, სანქციები დაეწესებინა რუსეთისთვის, მოხალისეები გაეგზავნა, პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვას, რასაც პრინციპულად დაუდგა ჩვენი ხალხი და ხელისუფლება და პრინციპში შედეგში აისახა ეს ყველაფერი, რომ ჩვენ ვიყავით მართლები და მე მგონი ევროპელმა ხალხმაც, სლოვაკმა ხალხმაც, ყველამ უნდა ვიხემძღვანელოთ შედეგით, რომ კიდევ უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო ამ პრინციპების ერთგული, ამ სამშვიდობო პოლიტიკის, რომელსაც სლოვაკეთი და საქართველო აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ამ პრინციპულ პოზიციას სამშვიდობო მიმართულებით, რადგანაც ვხედავთ, რომ ამას მოაქვს შედეგი, ჯერჯერობით ცოტანი ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გამრავლდება იმ ქვეყნების რიცხვი, ვინც ამ პრინციპებს დაიცავს. იმას გამოვთქვათ, რომ ეს ჩვენი მეგობრული და თბილი ურთიერთობა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, საზოგადოებებს და ხალხებს შორისაც უფრო გაღრმავდება და რა თქმა უნდა საქმიან პროცესშიც უფრო მჭიდრო და განვითარებადი გახდება. მანაც განაცხადა, არ ყოფილა საქართველოში და ვეპატიჟებით საქართველოში ჩვენს ძალიან კარგ და ლამაზ ქვეყანაში და იმედია ეს დიალოგი უკვე საქართველოში გაგრძელდება. ჩვენ ვაწყდებით საერთაშორისო სამართლის დარღვევის შემთხვევებს. ხდება საზღვრების რეკონფიგურაცია, დიდი ძალების მიერ და საერთაშორისო სისტემების სტაბილურობის საფუძველი ირღვევა. მოხარული ვარ, რომ შემიძლია ხაზი გაუსვა და დავარწმუნო ბატონი პრეზიდენტი, რომ სლოვაკეთი სრულად სცემს პატივს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბრატისლავა გახლავთ ადგილი დიალოგისთვის, დიპლომატიისთვის, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ შეიქმნას ნდობა ერებს და სახელმწიფოებს შორის. ეფექტური დიპლომატია და გულახდილი დიალოგი გვაძლევს საშუალებას, რომ შევიმუშაოთ ხანგრძლივი გადაწყვეტილებების საერთაშორისო გამოწვევებთან დაკავშირებით. ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში. მივესალმებით კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და საქართველოს თამაშობს ძირითად როლს სტაბილიზაციის პროცესში ამ რეგიონში. საქართველოს გააჩნია სტრატეგიული პოზიცია ამ მარშრუტზე აზიასა და ევროპას შორის, ტრანსპორტის სფეროში, ასევე ენერგომატარებლების იმპორტზე მსოფლიოს ამ ნაწილიდან. საქართველოს აქ ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ აუგდის, ამიტომ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს საქართველოსთან, იმიტომ რომ მას შეუძლია ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ამ ჭრილში. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დიპლომატიური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული კონფლიქტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მიმდინარე სიტუაციის თვალსაზრისით დიპლომატიის გარეშე ეს კონფლიქტი ვერ დამთავრდება სამხედრო გზით და ეს გაანადგურებს უკრაინას. შევხედავთ, რომ სამოქალაქო პირები იხოცებიან. ძალიან დიდი რაოდენობით ჯარისკაცებს კლავენ და ეს არ შედის არავის ინტერესებში, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. ჩვენ შევაფასეთ კონფლიქტი შუა აღმოსავლეთში, ირანში. კიდევ ერთი სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობს, რომელსაც უდიდესი ზეგავლენა აქვს გლობალურ ეკონომიკაზე. თუ იგი არ დასრულდება რამდენიმე კვირაში, მას ექნება უზარმაზარი გავლენა არა მხოლოდ მსოფლიო ეკონომიკაზე, არამედ როგორც მოვისმინეთ სლოვაკეთის ეროვნული ბანკისგან, ომის გახანგრძლივების შემთხვევაში სლოვაკეთს არ ექნება ეკონომიკური ზრდა. მოხარული ვარ, რომ ორმხრივი ურთიერთობები ინტენსიფიკაციას გადისცის პოლიტიკურ დონეზე. მნიშვნელოვანია მინისტრთა შორისი თანამშრომლობა, ასევე საპარლამენტო ურთიერთობები. მოხარული ვარ და ძალიან კარგი გზავნილია სლოვაკეთისა და საქართველოსთვის, რომ იანვრიდან ხორციელდება პირდაპირი ფრენა ბრატისლავასა და ქუთაისის შორის, რომელსაც დიდი წვლილი აქვს ტურიზმის განვითარებაში და არა მხოლოდ ტურიზმის და ვაჭრობის, არამედ სკოლებსა და უნივერსიტეტებს შორისაც. ორმხრივი ვაჭრობის მაჩვენებლები სლოვაკეთსა და საქართველოს შორის იზრდება, მაგრამ არასაკმარისად ვიყენებთ ამ ინსტრუმენტს. გაგვაჩნია უკეთესი პოტენციალი. დარწმუნებული ვარ, რომ დიდ პროგრესს მივაღწევთ ამ მიმართულებით. მინდა მოვუწოდო ბიზნესმენებს უფრო მეტი ინტერესი გამოხატონ და უფრო აქტიურები იყვნენ საინვესტიციო სფეროში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტები გამოვლინდა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 5 ადამიანი, სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების 4 დირექტორი და კომპანიის 1 თანამშრომელი. გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2026 წლებში
შეპესე ალადაშვილი და კომპანიასა და ქალაქ თბილისის, ისნის, ჩუღურეთის, თაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის გაფორმდა ჯამში 12 ხელშეკრულება, რომლებიც შეეხებოდა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისათვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას საერთო ღირებულებით 26,513,573 ლარი. შეპესე ალადაშვილი და კომპანიის დირექტორმა 22 სასადილოდან 4 გამგეობებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით სამართავად გადასცა ქვეკონტრაქტორ კომპანიებს შეპესე გიდს, შეპესე ბადეს და შეპესე ალიონს. გამოძიებით დგინდება, რომ შეპესე ალადაშვილი და კომპანიის დირექტორი აღნიშნულ კომპანიებთან ერთად ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში 2024-2025-2026 წლებში ყოველდღიურად 14,451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად დასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს. კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით გამგეობებიდან მიღებული 18,909,104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას 3,529,000 ლარს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო განაგრძობს მუშაობას ყველა სახის კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით. აქვე კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველა მეწარმესა თუ საჯარო მოხელეს. კეთილსინდისიერად განახორციელონ საქმიანობა, რადგან ნებისმიერი სახის დანაშაულებრივ ქმედებას მოჰყვება სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება და კორუფციასთან ბრძოლას ექნება მუდმივი და შეუქცევადი ხასიათი. არის სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამჯერად ნიდერლანდების პარლამენტში გამოვიდნენ სიტყვით. გამოსვლელებს შორის არის ეკაგი გაური, რომელიც სანქციების მნიშვნელობაზე და დამატებითი მექანიზმების მოძიების აუცილებლობაზე საუბრობს. მმართველი გუნდის შეფასებით ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების მთავარი მიზანი ხელისუფლების ცვლილება. ამ მიზნიდან გამომდინარე შესაბამისად ქვეყანაში დესტაბილიზაცია მათ ინტერესებში შედის. წლებია საქართველოში ვხედავთ დემოკრატიის უკუსლას, ადამიანის უფლებების დარღვევას, დამოუკიდებელი ინსტიტუტების როლის გაქრობას. ამ წუთას 120 პოლიტპატიმარი ყავს საქართველოში. ქალი აქტივისტები და პოლიტიკოსები დამამცირებელი მოპყრობის სამიზნეები არიან. ამის მკაფიო მაგალითია ელენე ხოშტარია. იგი პოლიტიკოსია და 4 შვილის დედა. ის დააპატიმრეს და არაადამიანურად მოიპყრნენ. ეგრეთ წოდებული უცხოური აგენტებისა და გრანტების კანონების მეშვეობით მთავრობა ცდილობს დაფინანსება შეუწყვიტოს NGO-ებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, მოახდინოს ამ ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების სტიგმატიზაცია. სამწუხაროდ საქართველო დღეს წარმოადგენს დატყვევებულ სახელმწიფოს. ის აღარც დემოკრატიაა, აღარც ნახევრად დემოკრატია და საერთოდ დაშორდა დემოკრატიას. გვჭირდება საერთაშორისო დახმარება. უნდა მოქმედებდეს მიზანმიმართული სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ამ სისტემას მართავს და მხარს უჭერს. მეორე, საჭიროა ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა პირდაპირ დაუჭირონ მხარი დემოკრატიულ ძალებს საქართველოში. საერთაშორისო საზოგადოებას უნდა შეეძლოს მოქმედება გადამჭრელად, კრეატიულად და ზოგჯერ არატრადიციული მეთოდებითაც, რომ ამ ძალებს მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს. თქვენი აზრით, რა არის ყველაზე ეფექტური გზა, რომლითაც ნიდერლანდებმა შეიძლება დახმარება გაგიწიოთ ამ საქმეებში? ვფიქრობ, აუცილებელია საერთაშორისო მართლმსაჯულების მექანიზმების გამოყენება. საჭიროა წახალისდეს პროცესების საერთაშორისო სასამართლოებში, როგორიცაა საერთაშორისო სასამართლო და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო, რადგან არსებობს უამრავი ანგარიში და ადამიანი, ვისაც ეს ყველაფერი საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი და შეუძლია ამის შესახებ საუბარი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მიზნობრივი სანქციები. ამჟამად დაახლოებით 300 ქართველი ოფიციალური პირი სანქცირებულია სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ძირითადად ვიზის აკრძალვებით. საჭიროა დამატებითი მექანიზმების მოძიება თუნდაც ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, რადგან ზოგი ქვეყანა ამას ეწინააღმდეგება. ესე დარბიან ხან ნიდერლანდებში, ხან ბრიუსელში, ხან სხვადასხვა ქალაქებში რადიკალები, ქვეყნის მოძულე ძალები და იმის ნაცვლად, რომ საკუთარ ხალხთან იქონიონ კონტაქტი და საკუთარ ხალხი დაარწმუნონ თუნდაც მათი შეხედულებების მართებულობაში, რომელსაც რა თქმა უნდა ვერ შეძლებენ, ისინი სხვა გარეშე ძალებიდან ცდილობენ
მიიღონ ენერგია. ის სასიცოცხლო ენერგია და ეს სასიცოცხლო ენერგია პირველ რიგში მათ დაფინანსებით გამოიხატება, რომ შემდგომ რაღაც საკუთარი დესტრუქცია, დეგრადირებული დღის წესრიგით საკუთარ ქვეყანაში ანტიქართული მიმართულებით განახორციელონ. ვიყავთ მათ ასე ვთქვათ ამ სპეკულაციის დამკვეთებიც და მიმღებებიც, რომ რამენაირად საქართველოსთან მიმართებაში ისეთი ასე ვთქვათ შეზღუდვები ან რაიმე პოლიტიკა გაატარონ დასავლეთმა, რომ ამით საქართველოს დააზიანო. ანუ ესენი ფიქრობენ, რომ თუ არ დაზიანდა ქვეყანა, თუ არ შეილახა ეკონომიკური ან მოსახლეობის სხვა ინტერესები და ამით არ დაიბადა საზოგადოებაში უკმაყოფილება, ისე მათ არანაირი პოზიტივი არ აქვს და მოსახლეობა მათ ვერ აღიქვავს როგორც ხელისუფალს. კომუნიკაციების კომისია ტელევიზიების მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებს განიხილავს. ხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კომისია მოცის სავარაუდო დარღვევა გამოავლინა ფორმულას შემთხვევაში, 18 დარღვევა TV პირველზე, 7 პოსტივის შემთხვევაში და 4 იმედზე. კომისიის დასკვნა 8 აპრილს გახდება ცნობილი. გადასინჯვას კომისიის გადაწყვეტილება დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს ფორმულას პერიოდული მონიტორინგი. მოხსენებითი ბარათი მოიცავს დარღვევების 20 ეპიზოდის აღწერას და შესაბამის ვიდეო ჩანაწერებს. იმის გამო, რომ რეჟიმი ქვეყნის შიგნით არ წყვეტს რეპრესიას და ასევე აგრძელებს თავდასხმას საერთაშორისო პარტნიორებთან, ამ რეჟიმის პირობებში საქართველოს შესაბამისი მაჩვენებელი ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკასთან მუდმივად მცირდება. იკვეთება პირადი დამოკიდებულის მოსაზრების შემცველი ინფორმაციის გავრცელება, რაც არღვევს ინფორმაციის მიუკერძოებულის გაშუქების პრინციპს. ეს ფრაზები საჯაროდ და ფართოდ გამოიყენება პოლიტიკურ დისკუსიაში, არ შეიცავს რაიმე განემოების მტკიცებას და არც, ასე ვთქვათ, თავის შინაარსობრივი ნიშნებით ნეიტრალურია. მოხსენებითი ბარათის მიხედვით მაუწყებლის მიერ პირადი დამოკიდებულებისა და მოსაზრების გამომხატველია ახალი ამბების პროგრამის პირველები, პროგრამის წამყვანისა თუ კორესპონდენტის მიერ წარმოთქმული ისეთი ფრაზები, როგორიცაა მაგალითად რეპრესიულ პოლიტიკოსთან, თუმცა ტერორი ღამის თბილისში ამით არ დასრულებულა, ეგრეთ წოდებული განათლების რეფორმა და სხვა. 26 წლის 10 მარტს ტელეკომპანია პირველის ახალი ამბების გადაცემაში პირველები გასული სიუჟეტი, სადაც მაუწყებელმა ინფორმაცია იმგვარად წარმოაჩინა, თითქოს პროკურორი მოსამართლის ნაცვლად აცხადებს გადაწყვეტილებას. გავრცელებული ინფორმაციით მაუწყებელი ქმნის შტაბ-ეჭდილებას, თითქოს პროკურორმა წინასწარ იცის თუ რა იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა სიუჟეტშივე ჩანს პროკურორის განცხადებიდან, რომ ის მხოლოდ მის მოლოდინს გამოხატავს, რომ განაჩენი გამამტყუნებელი იქნება. ჟურნალისტმა პროკურორის ნათქვამის კონტექსტი შეცვალა და მისი ნათქვამი უარყოფითად წარმოაჩინა. შესაბამისად, დეპარტამენტის შეფასებით სიუჟეტში ფაქტები ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნის დაცვით არ არის გადაცემული. თავდამტკიცებულებებიც კი, რომელიც გაგვიზიარდა ჩვენ როგორც ამ სავარაუდო დარღვევების მაიდენტიფიცირებელი, ესეც იმის ნიშანი არის, რომ 6 წუთიანი სიუჟეტიდან, როდესაც მხოლოდ 20 წამიან სიუჟეტს გვიზიარებს, როგორც დამადასტურებას კონკრეტული დარღვევის, ეს ნიშნავს, რომ კომისია თავიდანვე არასწორად ხედავს კონკრეტული დარღვევის იდენტიფიცირებისთვის აუცილებელ პირობებს. კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს პოსტივის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის მიზნით. 28 თებერვალს საინფორმაციო გამოშვების პროგრამაში ჟურნალისტი ამბობს, რადიკალური ოპოზიციის წევრებმა წერილი ურსულა ფონ დერ ლაიენს 22 სექტემბერს გაუგზავნეს. ასევე 9 მარტის საინფორმაციო გამოშვების პროგრამაში ჟურნალისტი ამბობს ასეთ ფრაზას: ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ციხიდან ისევ მშავრდებული სააკაშვილი მართავს. დავალოდებით კომისიის მიდგომას და შესაბამისად სამომავლოდ გავითვალისწინებთ ჩვენ საქმიანობაში. ჟურნალისტები ახალ ამბების გადასცემდნენ შემდეგი ფრაზების გამოყენებით. იმედზე გაბანკროტებულ ოპოზიციაშიც პროპაგანდისტული ოპოზიციური არხების ჟურნალისტები პოლიტიკური ამნეზია მძიმე ფორმებს იღებს, მძიმე და უსაფუძვლო ბრალდებები ოპოზიციის მედია. ვეცდებით მაქსიმალურად სამომავლოდ გავითვალისწინოთ ის პრაქტიკა, რომელსაც დაადგენს კომუნიკაციების კომისია, გავითვალისწინოთ ყველა ის მითითება, რომელიც იქნება. უნდა გავმართოთ ერთი შეხვედრა და რაღაც პრინციპებზე უნდა შევთანხმდეთ. როგორ გამოვიყენოთ ეს ტერმინები? ისე რომ მაუწყებელი არ ჩავარდეს, არ აღმოჩნდეს კიდევ ერთხელ შემდეგი მოხსენებითი ბარათის ობიექტი. იმიტომ რომ ფაქტი არსებობს, რომ ეს არის ცირკულირებადი ტერმინები, ამას საინფორმაციო ეთერიდან ვერაფერი ვერ გააქრობს. როგორც ტერმინ სინდისის პატიმარს ვერაფერი ვერ გააქრობს,
როგორც პოლიტიკურ პარტიმარს ვერაფერი ვერ გააქრობს ამ ტერმინებს, სულ რომ კვირაში ერთხელ ჯარიმა გამოწეროთ, ეს ტერმინები ვერ გაქრება ეთერიდან. იმიტომ რომ ასეთი აღქმა ადამიანების არავითარი თვითმიზანი რომ აქ რაღაც სადამჯელო ღონისძიებები იქნას გატარებული და რაღაც სანქციები შემოიფარგლოს კომისია, ეს თვითმიზანი არ აქვს. შემიძლია მზაობა კიდევ დაგიდასტუროთ რომ თუ რაღაცეები რჩება კიდე გაუგებარი იმის მიღმა რომ არსებობს კანონი, არსებობს რაღაცა მიღებული გაიდლაინები, არსებობს ძალიან ბევრი რამ, რაზეც შეიძლება რის მიხედვითაც შეიძლება ხელმძღვანელობდეს მაუწყებელი და თუ დღევანდელი მოცემულობით მაინც რჩება საკითხები, რომელიც, რა ვიცი, ჩემთვის შეიძლება გასაკვირი იყოს, მაგრამ რახან რჩება ეს საკითხები გაურკვეველი, მაგ იმ შეხვედრის მზაობას დაგიდასტურებთ. დეზინფორმაციული კამპანია და ხელოვნურად და მიზანმიმართულად შექმნილი აჟიოტაჟი, რომლის უკანაც ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული ადამიანებით განან, ესეთია მმართველი გუნდის შეფასება. გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ძაღლებს ცოცხლად წვავენ, რომ სიცრუე ეს ოფიციალურმა უწყებებმა დაადასტურეს, თუმცა ამის მიუხედავად გარკვეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და მათი მხარდამჭერების მხრიდან ცდელობა თემა პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენენ მაინც გაგრძელდა. ქუჩის ძაღლებთან ბრძოლის ერთადერთი მიზეზი. შეხედეთ ყველა მიტინგს, საპროტესტო აქციას. არასდროს ძაღლები არ არიან ძაღლების მხარეს. მეტიც, უკრაინის ბრძოლის კადრები რომ ნახოთ, 1000 უბედურებაა იქ, მაგრამ არასდროს ძაღლები არ არიან რუსებისკენ. უნდათ ჩვენ საზოგადოების ემოცია გამოყენებული ყოფილიყო მათი პოლიტიკური მიზნებისთვის, შესაბამისად აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული ბრალდება, რომელიც გამოთქმული იყო ჩვენი სააგენტოს მიმართ, იქნება აუცილებლად ბოლომდე გამოძიებული და შესაბამისად რეაგირებული. აქვე მინდა მადლობა გადაუხადო სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ჩართული იყო ამ პროგრამაში, სამწუხაროდ მიმდინარეობს ბულინგი და ზეწოლა თანამშრომლებზე და აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ თითოეული ფაქტი და თითოეული შემთხვევა იქნება რეაგირებული. სამწუხაროა, როდესაც მიზანმიმართულად ხდება სიცრუის გავრცელება. ზოგადად მიუსაფარი ძაღლების თემა არის ძალიან სენსიტიური და ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს აღნიშნულ საკითხს და ამ საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია. საზოგადოებამ დაინახა რეალურად თუ ვინ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, თუ ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. ჩვენ გუშინ ვიხილეთ ორგანიზებული, ორკესტრირებული მცდელობა რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან საკითხის პოლიტიზების, რომ თითქოს და ხელისუფლება, სახელმწიფო, შინაური მიუსაფარი ცხოველების მიმართ არის გულგრილი. ამ ფაქტებთან დაკავშირებით რა თქმა უნდა შესაბამისმა სამსახურებმა ჩაატარეს მოკვლევა, არც ერთი ის ფაქტი, რომელზეც იყო საუბარი მათ განცხადებებში არ დადასტურებულა და შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ეს მცდელობა პოლიტიზირების მცდელობად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად. ინფორმაცია თითქოს გორის თავშესაფარში ძაღლები დაწვეს სიმართლეს არ შეესაბამება. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო შიდა ქართლში არ ფუნქციონირებს და შესაბამისად უწყებას გორში მიუსაფარი ცხოველები არ შეუყვანია. დღეს კიდევ ერთხელ განიმარტა რა აქტივობები ხორციელდება პროგრამის ფარგლებში და რომ ეს პროგრამა უშუალოდ ცხოველებისა და ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას ემსახურება. წლების მანძილზე ინსინერატორი ემსახურება ქირურგიული ოპერაციების და манипуляციის შემდეგ დარჩენილი ნარჩენის და გარდაცვლილი ლეშის უტილიზაციას. ეს ინსინერატორიში თუ რაიმე სახის ინფექცია შეიძლება არსებობდეს, თავიდან ბოლომდე ხდება მისი უტილიზაცია. ისეთი დონის ცრუ ბრალდებები, დეზინფორმაცია და დისკრედიტაციის მცდელობა მოხდა, ჩვენ ვიტოვებთ ყველანაირ უფლებას, ყველანაირი სამართლებრივი გზებით და მექანიზმებით დავიცვათ ჩვენი სამსახური და ჩვენი ღირსება. დათვალიერებით დადგინდა, რომ საქმიანობა მიმდინარეობდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, კერძოდ ინსინერატორში ხდებოდა ცხოველური ნარჩენების განადგურება დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. დათვალიერების პროცესში დარღვევის ფაქტი არ გამოვლინდა. გარკვეული გრაფიკის მიხედვით მუნიციპალიტეტებში შეთანხმებულ ლოკაციაზე მოხდება ძაღლების პასუხისმგებელი პირების შეკრება
ამ შეკრების ადგილზე განხორციელდება ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ადგილზე. რაც შეეხება იმ ცხოველებს, რომლებიც საჭიროებენ სტერილიზაცია, კასტრაციას, მათ პასუხისმგებლ პირებთან შეთანხმებით მოხდება მათი გადაყვანა თავშესაფარში, სადაც ჩაუტარდებათ ეს манипуляция. საპატრიარქოში ხვალ 12 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მოიწვია. სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ. ხვალ გაიმართება როგორც მოგეხსენება წმინდა სინოდის სხდომა, ოღონდ ეს სხდომა არ იქნება ყველასთვის ესეთი მნიშვნელოვანი პატრიარქის არჩევნები, არამედ უბრალოდ ორგანიზაციული საკითხების განხილვა მოხდება. მაქსიმალურად შვიდად და მაქსიმალური პოლიტიკური ვნებათა ღელვის გარეშე ვიყოთ მრევლი და მოსახლეობა ამ პროცესებში, ვინაიდან, როგორც უკვე ბევრჯერ აღინიშნა, გადაწყვეტილებას ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით მიიღებს წმინდა სინოდი. წმინდა სინოდმა კარგად იცის და კარგად შეძლებს განსაზღვროს სული წმინდის მეუხებით, თუ ვინ უკეთ და ვინ უფრო სიბრძნით, სიყვარულით და შრომით გააგრძელებს ამ გოლგოთას, რაც დაიწყო, აღასრულა ჩვენმა უწმიდესმა ელია მეურემ. ჩვენ გვახსენდება პატრიარქს თავდასხმებით და საკმაოდ ძალიან მტკივნეული ფაზა იყო ეს უახლესი ეკლესიის ისტორიაში. მე ვფიქრობ, რომ მოთმინება უპირველეს ყოვლისა და მოთმინების შესაძლებლობა მეუფეშიოს უკვე გამომუშავებული აქვს ამ მდგომარეობებიდან გამომდინარე და ამ პერიოდში ის პირნათლად ასრულებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრის ფუნქციებს და ისევ ჩვენ არ ვიცით როგორ წარიმართება პროცესები, ვინ გახდება პატრიარქი, ეს ჩვენ არ ვიცით, მაგრამ მეუფეშიოს მთავარი ალბათ ამოცანა, რომელსაც ის უმკლავდება თავის გუნდთან ერთად, არის ის, რომ პროცესები იყოს მაქსიმალურად მშვიდი. წმინდესის და უნიტარესის მემკვიდრეობის შესახებ ბევრ საუბრობთ ეს დღეები განსაკუთრებით და რა თქმა უნდა მისი 8 წელი და მემკვიდრეობა დიდია და ამ დღეებშიც გამოჩნდა დიდი სიყვარული და პატივისცემა, მისი ავტორიტეტი, მისი დანაბარები, მისი ანდერძი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის მისი ესე ვთქვათ ანდერძი, რასაც შეიძლება დავარქვათ თვითონაც რაც უსვამდა მას. მისი სურვილი იყო ერთიანობა ერში, ერთმანეთის სიყვარული, დავინახეთ ეს ერთობა ერში და განსაკუთრებით ეს ერთობა და სიყვარული არის რა თქმა უნდა წმინდა სინოდის წევრებს შორის. პატრიარქის არჩევა მოხდება წმინდა სინოდის წევრების მიერ და ეს მათი გადასაწყვეტია. პატრიარქის ფაქტორი, მისი ანდერძი, მისი არჩევანი ალბათ დიდწილად გათვალისწინებული იქნება. რა თქმა უნდა აღსანიშნავია პატრიარქის მიერ 2017 წელს რთულ პერიოდში ეკლესიისთვის უწმინდესის მიერ მოსაყდრის დასახელება. როცა ვამბობთ იტვირთა, ზუსტად ესაა ტვირთვა, რომ და მძიმე პერიოდზე როცა ვლაპარაკობთ, ეს არის აღსანიშნავი, რომ აი ეს სიმძიმე ზუსტად ის ცილისწამების მანაც გადაინაწილა და მან ეს ზიდა და დღესაც რასაც ხედავთ. ეს რა თქმა უნდა ცდილობა რაღაცნაირად ირიბად გავლენის მოხდენის. შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა. ისაუბრეს საპატრულო პოლიციის საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე. გეკა გელაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. აჭარის უმაღლეს საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს დეპუტატებმა ამ თანამდებობაზე ცოტნე ანანიძე აირჩიეს. კენჭისყრა ფარული იყო. ანანიძის კანდიდატურას 13 დეპუტატიდან 12-მა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო გახარიას პარტიის წევრმა. ახალი თავმჯდომარე საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად ადამიანის უფლებების დაცვას, რეგიონული განვითარების ხელშეწყობას და საკანონმდებლო პროცესის გაძლიერებას ასახელებს. დღევანდელ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეც აირჩიეს. ეს თანამდებობა ლაშა სირაბიძემ დაიკავა. ნებისმიერი მანდატი ეკუთვნის ხალხს, ეკუთვნის სახელმწიფოს. და ჩვენი საქმიანობის მიზანი, ამოცანა არის სწორედ ხალხის და სახელმწიფოს სამსახური. ჩვენ ვართ გამტარი ადამიანების ინტერესების, რომლებმაც მოგვანიჭა ეს მანდატი. გვაქვს დასახული მიზნები, რომელიც სახელმწიფოს
ჩვენი საბიუჯეტო ცხოვრების გაუმჯობესებას და თითოეული მოქალაქის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება. მაქსიმალურად ვეცდებით კოლეგებთან ერთად, მათ შორის დამოუკიდებელ წევრებთან, კორპორატიული და კოლეგიალური კულტურის დაფუძნებით კონდეს თანამშრომლობა ყველა იმ საკითხებთან მიმართებით, რომელიც რეგიონის დღის წესრიგში არის. არჩილ ტატუნაშვილს დღეს 53 წელი შეუსრულდებოდა. თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. მუხათგვერდიდან სამხედროებმა წილკნის დევნილთა დასახლებაში გადაინაცვლეს და არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. არჩილ ტატუნაშვილის საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა, 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. მისი ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოგვიანებით გადმოასვენეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. არჩილ ტატუნაშვილი იყო სამშობლოს სიყვარულის გაუტეხლობის მაგალითი. ის თითოეული ჩვენთაგანისთვის არის ვაჟკაცობის მაგალითი და ჩვენ მას არასოდეს არ დავივიწყებთ, ის მუდამ იქნება ჩვენს გულში როგორც გაუტეხლობის და ვაჟკაცობის სიმბოლო. ეროვნულ ბიბლიოთეკაში ეროვნული ბიბლიოთეკისა და გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების მიერ ორგანიზებული მეორე ლექტორიუმი გაიმართა. ლექტორიუმზე მომხსენებლებმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოს დამფუძნებელი კრების საქმიანობასა და მის ისტორიულ მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ პროცესებს, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მათ შორის 1921 წლის კონსტიტუციის მიღებას. დღევანდელი სხდომა ეძღვნება დამფუძნებელი კრების მოღვაწეობას, მისი ისტორიის წარმოჩენას. დამფუძნებელი კრება გახლავთ ერთ-ერთი ბრწყინვალე, ასე ვთქვათ, ფურცელი საქართველოს ისტორიაში. მისი შექმნის მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს შექმნილიყო ამ რესპუბლიკის კონსტიტუცია და უნდა ითქვას, რომ დამფუძნებელი კრებამ ბრწყინვალედ გაართვა თავის ამ ამოცანას. კიდევ ჩატარდება ლექციები, მეც ვაპირებ ჩართვას. მოვიწევთ რასაკვირველია კვალიფიცირებულ ლექტორებს და პროფესორებს და ცხადია პოსტკომუნისტურ პერიოდში, როდესაც მეორეჯერ იქნა მოპოვებული საქართველოს დამოუკიდებლობა. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენს მოგზაურებულ წვლილს შევიტანთ იმ საქმეში, რასაც ქვია საქართველოს უახლესი ისტორიის სრული და მომწურავი კვლევა. თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ 6 პირის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს. სასამართლოს ჩვენება უკვე მისცეს პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავამ და პაატა მანჯგალაძემ. ჟურნალისტებმა დამიბარეს და გავიგე, რომ სურათს იღებდნენ. მოვიდა გოგონა და მითხრა, რომ პაატა ბურჭულაძეს უნდოდა ფოტოს გადაღება და მივედი და გადავიღეთ უხმო ვიდეო. იმ კომიტეტის შესახებ კი მაშინ გავიგე და ესმე პერფორმანსად ჩავთვალე. მე ვერ ვიქნებოდი დაგეგმილი აქციის ორგანიზატორი. თვითმარქვიად ვერ გამოვაცხადებ თავს 2 თვით ადრე დაანონსებულ აქციაზე. მე თავს ორგანიზატორად ვერ გამოვაცხადებდი. აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ინიციატივით თბილისის ზოოპარკში ღონისძიება გაიმართა. ის ანდიოლენდის ადაპტირებულ სივრცეში ჩატარდა და განკუთვნილი იყო აუტისტური სპექტრისა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის. ეს დღე ემსახურება რეალურად საზოგადოებაში გავრცებულ სტიგმებს და სტერეოტიპების დამსხვრევას. არ დავყოთ, ტიპიური და ატიპიური განვითარების პირები და მივიღოთ ისინი როგორც საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები. განსაკუთრებული სიყვარული და სიხარული აქვს ანდიოლენს ამ დღესთან დაკავშირებით. ცნობიერების ამაღლების დღე არის 2 აპრილი, ინკლუზიური ბავშვობის დღეა და ყოველ წელს ძალიან დიდი სიყვარულით მას პინძლობთ, უპირობოთ, უანგაროთ ყველას და ყველას გელოდებით დიდი სიხარულით. მოხდა როგორც საგანმანათლებლო სივრცეებში, სკოლების არა მხოლოდ ფიზიკური, ინფრასტრუქტურული ადაპტირება, არამედ ასევე გადამზადდნენ მასწავლებლები იმისათვის, რომ კიდევ უფრო უკეთესად მოახდინონ ამ საჭიროებების იდენტიფიცირება, მორგება და შესაბამისად განათლებაზე ხელმისაწვდომობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა ზრუნვის სააგენტოს დაფინანსება, იზრდება ყოველწლიურად, რაც გულისხმობს, რომ პროგრამების მასშტაბირება ხდება, იმისათვის, რომ მოვიცვათ ყველა ბავშვი, ვისაც ეს საჭიროება აქვს და კიდევ უფრო მეტი მომსახურებები შევთავაზოთ მათ. ქრონიკა 17-ზე დასრულებულია, რამდენიმე წუთში იმედის ეთერს თეა სიჭინავა განაგზობს სტუმრებთან ერთად. მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.